სახში თუ წლის და ერთი თვის ბავშვი ყავს, ესეთი არის კარგი, თავარი არის იყოს ხარისხიანი და იყოს ზომიერად. ალბათ ჩემი კულინარიული განმანათლებლობის კარიერაში ყველაზე ხშირად დასმული კითხვები არის ზეთთან დაკავშირებით. რომელიც ზეთი გამოვიყენოთ, რა არის არის კარგი და ასე შემდეგ. გონით რო უკვე რაღაც ვიდეოს სახით იყოს მართალია ძალიან დიდი თემაა, მაგრამ ზეითუნის ზეთსაც ეხება, ეგ მაინც დავფაროთ, რა რისთვისაა, როგორ გამოიყენება და რაში გამოდგება ხოლმე. შეიძლება თქვენ არ იცით, მაგრამ ევროპროდუქტში საკმაოდ დიდი არჩევანი არის ზეთების, მეც პირადად ჩემი გამოყენებისთვის ვიჭრი უგებს ზეთებს ხოლმე. ძირითადად იმიტომ ხომ რომ ზუკის და პალადეს ზეთები არის ხომ რომელიც უეჭველი ვიცი რომ მაღალი ხარისხისა, იმიტომ რომ ევროპაშიც იგივე სტატუსით საგრებობს, სადაც საქართველოში. ალბათ გაგიგეთ ცივი პრესის და გაინტერესებს რა არის ცივი პრესის ზეითუნის ზეთი. იმის რომ ზეთი გაკეთდეს, აუცილებელი არის რომ დაიპრესოს, გამოიწუროს ხო პირველ რიგში ზეთის ხილი. ხშირ შემთხვევაში კომპანიები მარტივ გზას მიმართავენ, აცხელებენ ამ მასას და ისე პრესავენ. მეტზეც გამოყოფს, უფრო სწრაფად გამოყოფს ხოლმე, მაგრამ პროცესში აზიანებს არა მხოლოდ არომატულ კომპონენტებს და გემოვნთვისებებს, არამედ შლის იმ ანტიოქსიდანტებს, რომელიც აუცილებელი არის, რომ ასე ვთქვათ, აღვადგინოთ ჩვენი სხეული. ზეითუნის ზეთი ცნობილია მაგით, რომ არის მაგიტუარი ჯანსაღი ალტერნატივა ზეთების, რომ აქვს ანტიოქსიდანტები. სივად დაპრესილი ზეითუნის ზეთი არის ჯანსაღი ალტერნატივა ყველაზე ზეთის აქტივად, რაც კომერციულად მარტივად იშოვება საქართველოში. როცა კერძი მარტივი არის, რა თქმა უნდა, სახში გააკეთვა, აიღო მაგალითად ცივი გამოხდის ექსტრა ვირჯინი, რაც ნიშნავს იმას, რომ 160 გრადუსს უძლებს ტემპერატურას. რეალურად, ამიტომ მოთუშულ რაღაცეებში, ჩაშუშულებში, სადაც დუღილი მიდის და სითხე ბევრია, შეიძლება გამოიყენოს და ძალიან კაი ალტერნატივაა რა, მაგრამ იმის რომ მობრაწო, მოხრაკო რაღაცები ექსტრა ვირჯინს არ იყენებ ხოლმე. თან ექსტრა ვირჯინს იყენებ რაში პირველ რიგში მხოლოდ. იმაში რომ სალატს მოასხა, იმას რომ კერძი მაგით მოკაზმო ესე ვთქვათ, და მოკაზმოში და მოკმაზვაში, ორივეში ერთდროულად. არომატული ვარიანტები ჯობია. ისეთები როგორიცაა მაგალითად ტარტუფო, იგივე ტრუფელის, აქ გვაქვს ლიმონით, აქ არის ტიტაკებით და პესტოთი, ეს არის ნარევი არომატული კომპონენტების რა. კაპრეზეს ვარიაცია ზოგადად არის ძალიან მარტივი კლასიკური სალატი. ჩათვალეთ ტიტრამიდის სალატი იტალიელებისთვის რა. მგონია კაპრეზეს ძალიან უხდება ცხარე ზეთი. ოდნავ მოვაცხათ ზეითუნის ზეთი. ოდნავ არა, ბევრი, იმიტომ რომ უხდება კაპრეზეს, მე ჩააწყობს შიგნით რაღაც უსტა ასე შემდეგ. ბალზამიკური ზმარი. ეს ერთი ვარიანტი გამოყენების. არის ერთი პრობლემა, მეც არა მხოლოდ მე, ამიტომ ყველა მზარეულს გვაქვს. ეს არის ხალხის მიუღებობა მაიონეზი. მესმის ქარხნული მაიონეზი და იყიდება ხოლმე, უმეტეს შემთხვევაში გაკეთებულია ყველაზე იაფი ზეთისგან, როცა ბაზად გაქვს საღი კვერცხი, მაღალი ხარისხის დიჟონური მდოგვი, უმაღლესი ხარისხის ექსტრა ვირჯინ ზეითუნის ზეთი და ფრეში ლიმონი და მარილი, ხო? რა კომპონენტია მაგიდან ცუდი ჯანმრთელობისთვის? ერთი მითხარით. ცუდი არის ბევრი. ბევრი კიდე არ უნდა ჭამო მაიონეზი. ერთი კოვზი დრესინგად ხომენ, ორი კოვზი დრესინგად, სრულიად საკმარისი და ადეკვატური რაოდენობა არის. და იცოდეთ რომ მაიონეზი თუ არის ეგეთი ფერის, ესე იგი გამოყენებულია კვერცხის გულები, ესე იგი გამოყენებულია ზეითუნის ზეთი და არომატით შესანიშნავია. ჯანსაღი რაოდენობის ზეთი აუცილებელი ადამიანის ჯანსაღი ფუნქციონირებისთვის. ვით უმეტეს როცა ზეთი არის მაღალი ხარისხის. შეიძლება გაგიჩნდეთ კითხვა, რაში მჭირდებოდა მაიონეზი. ხმელთაშუა ზღვა არ არის ერთ ადგილი, სადაც ზეითუნს იყენებენ ხოლმე, ვოლდორფი კლასიკური ფრანგული სალატია და ვოლდორფში გამოვიყენებთ ახლა ჩვენ. ნიახურის ღერო, მარტივი სახური ვარიანტი არის, ვაშლი, ნიახურის ღეროები, მოხაური ნიგოზი. კლასიკურად იყენებენ განსხვავებულებს ხოლმე, მე დღეს არაკლასიკურად გამოვიყენებ პარმეზანს და რა თქმა უნდა ბოლო შტრიხი მაიონეზი. მე გაკეთებულია ექსტრა ვირჯინ ზეითუნის ზეთისგან. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ზეთის გამოყენება მხოლოდ ერთხელ შეიძლება სალატში. აქ არის ლიმონის არომატით ზეითუნის ზეთი, ანუ ინფუზირებული ლიმონით და აქ ძალიან სასიამოვნო ცედრის არომატი. თანამედროვე კვლევების მიხედვით ზეთი არ არის მტერი, ზეთი არის კარგი, თავარი არის იყოს ხარისხიანი და იყოს ზომიერად. და ბოლოს გარნიშად ყურძენი, რომელიც ამოვარდეთ მაიონეზში, მოვაყაროთ ზემოდან. ძალიან კაი კონტრასტი მოგცემს. და ახლა წარმოგიდგენთ სალატი, რომელიც არის დაფუძნებული ანტიოქსიდანტებით სავსე ზეითუნის ზეთზე. აქ მაიონეზი, რომელიც სრულიად ჯანსაღია, აქ კვერცხის გული, აქ მდოგვი, აქ ხილიც, აქ თხილიც, ყველანაირად ჯანსაღი ამოვიდა მაიონეზიანი სალატი. რა თქმა უნდა არსებობს ზეითუნის ზეთი ექსტრა ვირჯინი, მაგრამ არსებობს უფრო მაღალი ხარისხის ალტერნატივაც, ეს არის ბიო ზეითუნის ზეთი ექსტრა ვირჯინი. და ნუ ეს რეალურად ეხა მაღალ კულინარიაში და არ გჭირდება თუ ძალიან ბიოს არ აწვევი, მაგრამ სახში თუ წლის და ერთი თვის ბავშვი ყავს, მაინც გინდა დარწმუნებული იყო, რომ ყველაზე მაღალი ხარისხის პროდუქტი რაც შეიძლება ქონდეს და მაგიტო ეხა ბავშვი ბევრს არ ჭამს ისედაც, მაგიტო ცოტა ხომ ზეითუნის ზეთს თუ ვიყენებ ბიოს ხომ მაინც, იმიტომ რომ დარწმუნებული იყო 100%, რომ არც დაკარებია რამე ნიადაგი ისეთ, რომელიც უმაღლესი ხარისხის არ არის. ამიტომ რა ვიცი, ეს ერთი ბოთი გაგიგოთ მაინც სახში ისე რა, გამოსადეგი არის, მეტუმეტეს ბავშვებისთვის და ოჯახისთვის. ეს არის რბილობის ზეთი. ხა როგორი რაღაცაა, როცა აკეთებენ ექსტრა ვირჯინს, იმიტომ რომ არაცხელებენ, რჩება ის ბილობი ხომ ბევრი, მაინც ბევრი ზეთი არ გამოდის. საკმაოდ ბევრი ზეთი რჩება ხომ ისეთ იმ ნარჩენში. მე როგორ აცხელებენ და აკეთებენ რბილობის ზეთს. ხა რბილობის ზეთი იგივე ფომას ზეთი.
შეიძლება სიჯასაღის მხრივ ისეთი კარგი არ არის როგორც extra virgin, მაგრამ ერთი დიდი პლუსი აქვს ძალიან გამძლე ტემპერატურის მიმართ. მაგალითად, კარაქს ხომ იმიტომ არ უჩვენოთ, რომ გამოიყენონ მასიურად 140 გრადუსზე უკვე იწყებს კარცინოგენების განვითარებას. დილობის ზეთი 230 გრადუსის გამძლეობის არის. რაც ნიშნავს იმას, რომ ზეთი რო ცხელდება, კარგად რო წვავ, კარცინოგენად არ იქცევა. აქვე რამოდენიმე ნიური, ხახვი. გავამზადოთ ასევე პომიდორი, ოდისთვის გაიგეთ მაგას პროცესში. ერთი 3 პომიდორი საკმარისი იქნება. ახლა დავამუშავოთ ქათამი. იღებთ ფილეს, ჭრით თხლად, დაღრღილი წაკა. ერთ მხარეს ორივე საჭირდება. ლიმონი. ეხლა ამ მასას ვაპანირებთ. ქვილი, კვერცხი, საფანელი. ამასობაში დილობის ზეთი, რომელიც თერმოგამძლეა და ტაფაზე. ამაზე შეგიძლიათ ტემპერატურა ქონდეს მაღალი, არ არის აუცილებელი ბომბამდე შეგიძლიათ შეიწვას, იმიტომ რომ მე გამოვაცხოთ მაინც კაი რაღაცთან ერთად. არ დილობის ზეთს არ აქვს იმდენად ინტენსიური ზეითუნის ზეთის გემო, ამიტომ აი თუ არ მოგწოთ შემთხვევაში ზეითუნის ზეთის რაღაცეები, ხო, არომატები მაგალითად რა. და ქართულ კულინარიაში ბევრს არ მეწონს ხოლმე, ხო? თუმცა ისეთი ინტენსიური გემო არ აქვს, ამიტომ შეგიძლიათ გამოიყენოთ ყოველდღიურ რიგით ზეთის მაგივრებს. ეხლა ქათამი ამოვიღეთ, ეს ზეთი აღარ ჭირდება. ოდნა ამოწუნდავთ ტაფას და პომიდორებს შეგიძლიათ ჩავალაგებთ. პომიდორში არის ბევრი წყალი. რაც ნიშნავს იმას, რომ ზეთის წვას შეუშლის ხელს. აი ეგეთ დროს, იმიტომ რომ თუ შუა ხდება უკვე, შეგვიძლია ძალიან აქტიურად გამოვიყენოთ ზეითუნის ზეთი, რომელიც არის extra virgin. extra virgin-ს მოვასხავთ, მოვაყეთ ხავსს, ჩაუგდებთ დამტროულ ნივრებს, მარილი, ფრეში ბაზილიკი. და უკვე ეს არომატები არის, რომ გული წაგება, თავი იტალიაში იყუნება ეგრევე. ეხლა ერთ ამობრუნება ყველაფრის. ვაბრუნებთ ჩვენ ქათამს პომიდორებზე, პესტოს ზეითუნის ზეთი, ცოტა ცხარე ზეითუნის ზეთი, პარმეზანი, ოღონდ უხვად არ დაგენანოთ და ბოლოში მოცარელას ბურთები. ეხლა ეს მიდის ღუმელში 190 გრადუსზე, იქანასთან ყველი არ დადინება. არომატული ზეითუნის ზეთი, რომელიც მე დავამატებ, აძლევს იმ რაღაც სასიამოვნო ტონებს სუნის, რომელიც რაღაც გაძლევს იტალიურ შეგრძნებას რა. ამიტომ თუ ვიყენებთ შეწვისთვის ვიყენებთ ფომეს, ანუ იგივე დილობის ზეთს, თუ ვიყენებთ მოთუშვაში ან სალატში ვიყენებთ extra virgin-ს. და თუ გემოებიგნიათ და რაღაცები არის არამატოს ეტორული ვარიანტები. ოღონდ ნატურალური.